იმას ეთქოდი ხალხს, რომ ვიბრძვით ბოლომდე და აი რო გამოვალ, თუ გამომიშვეს ახლა 20 მაგ სასამართლო, თუ გამომიშვეს ერთი-ორი დღე რეაბილიტაცია დამჭირდება და მე ისევ აგრძელებში სადაც სიმშილობდნენ პარლამენტის წინ ჩვენები დაჯილ გვერდზე. თავს როგორ გძნობდა რა არის შენი სათქმელი? თუმცა ძალიან დაუბრუნებელი მაქვს, რა ვიცი, დავცემული ვარ არაერთხელ მუხლებზე დაიდაბოზე. ადრე კომა გადატანილი 2 წელი ვიყავი და მე სამთვიანი რეაბილიტაციაში ჩემი ანეთ დოქტორი შვილის რო ერთმაბრი მდგომარეობაში და ამ სიმშილობაზე იმანაც იჩინა თავი და მოკლედ დისკომფორტს იწყობს ძალიან. მეხუთე სასამართლო ექნება ეთქომ უთულესი ხალხიარი მე რაზე დამაკავეს ამდენი ხანი მდიეს მოკლედ და გამომიშვენ მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მე ეჯობა იმიტომ რომ მაგათმა მოსამართლეებმა წინასწარიციან ხუთი როგორი მოქმედებს დადებითად თუ უარყოფითად, თუ გადასადებად წინასწარიციან, ამიტომ მან გვეც არ იყოს განსაკუთრებულად და ხალხასმულად უნდა ნებესაუბრო ჯერ პროკურორს და მოსამართლეს და თავის შევიკავებ რომ შეურაცხყოფელი არაფერი წამომსდეს, იმიტომ რომ ვიცი მაგას რა მოყვება. Სიმშილობ იმიტომ და ის 90%-ს მოქალაქეებს სახშირ ვარიანტ წამოწოლილები და თანამოაზრეებად რომ თვლიან თავს, მაგაც მინდა მივაწვინო მე ჩემი ქმედებები რომ უჩიჩგნიან უკვე საქართველოს და მალე თბილისის სხვა სახელი დაერქმება და ამას გუშვა აიცემბლი კი არა 300 წერილი მომივიდა რომელშიც უკვე რამის ერთი და იგივეს მეუბნება რომ ანების სიმშილს დავით და სიმშილს დავით მაგრამ რა ვქნა გახელიო რა ჭიუტი ვარ რუსულ შარჯობას სუდაი ადამიანი არ უნდა გადაუღუნო თავი უნდა ბოლომდე შეარჯო რომ არზე ვიქონდეს და ამიტომ გავანებო სიმშილს თავი რომ ჯამრთელობა შემერხება ცოტა არ იყოს ჩემ სავალგზას მიზნად მე რაც მაქვს დასახული რომ ბრძოლა ბოლომდე და მინდა ჩემო სამშობლო ბოლო განთავისუფლდეს ამ იდიოტის ტირანიისგან აი ეგ არის მიზნად დასახული და ამიტომ ბოლომდე მხოლოდ ბოლომდე ასეთი დავიბადე და ესეც მოგვდები